ეჯაკ. თურმე შემძლებია საკუთარი თავის მიღება. უფერული დღეების გაფერადება. საკუთარ თავთან ერთად სხვების მოვა. გემოდაკარგულს გემრიელი კერძების მომზადება. გამარჯვების ჟინით მოწამბულს შიშის დამარცხება. ადგომა მაშინ, როცა ყველაზე სუსტად გრძნობ თავს. ძიმე დღეების შემსუბუქება. მტკივნეული ცვლებით მოძრაობა. მოთმენა. ცხოვრება, ბრძოლა და გამარჯვება. სამყაროში ყველაზე ძლიერ მეტოქეზეც კი. მოგესალმებით, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს სტუდიაში და ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო კამპანიაზე. დღევანდელი თემა არის თოდუას კლინიკის კამპანია, რომლის სახელიც არის გამარჯვების დროშები. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს. ჩვენთან სტუმრად არის ნატალია დარჩიაშვილი, თოდუას კლინიკის მარკეტინგის და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტასო ბეჟიტაძე, ჰოლი მოტორსის კრეატიული გუნდის წევრი. გამარჯობა, მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა. შვენივრად. თავად? ძალიან კარგად და ძალიან საინტერესო კამპანიაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან ისეთ თემას ეხება რა და სანამ ჩვენ ტრადიციულად ეგრე ვაკეთებთ ხოლმე, რომ სანამ კამპანიაზე გადავალთ, ვაკეთებთ რაღაცა პატარა შესავალს თუ როგორ მივედით იქამდე, რა გამოწვევები ქონდა, რა ეტაპები გაიარა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენი მსმენელისთვის ძალიან საინტერესოა უშუალოდ ეგ რაღაცა დეტალები, რაც მის მიღმა არსებობს. პირველი კითხვა მექნება ალბათ უფრო ბრენდის მხარეს, ესე რომ ვთქვათ, რომ მოგვიყვეთ თქვენი გუნდის შესახებ, მარკეტინგის გუნდი რამდენი ადამიანისგან შედგება, რა პროფესიებად არის დაშლილი, იმიტომ რომ ჩვენ სანა პოდკასტი დაიწყებოდა, ვახსენეთ, რომ პირველად ყავს სამედიცინო, ასე ვთქვათ, ინდუსტრიის მიმართულებით კომპანია და ძალიან საინტერესოა, მოკლედ, ბევრი კითხვა მექნება დარწმუნებული ვარ და გუნდზე რომ მოგვიყვეთ და მე სააგენტოსთან გადავალ, მოკლედ, მაგ კითხვით. კი ბატონო. ჩვენი მარკეტინგის და PR-ის დეპარტამენტი შედგება 7 თანამშრომლისგან. აქამდე ეტაპობრივად მივედით, იმიტომ რომ წლების წინ როცა მე გადავედი თოდუას კლინიკაში, მარტო ვიყავი, ანუ ერთი ადამიანი, არც მეტი, არც ნაკლები და დავიწყე შენება, დავიწყეთ მარკეტინგის გუნდის ჩამოყალიბებით, ასე ვთქვათ, ნულიდან. დავიმატეთ ჯერ დიზაინერი, შემდეგ სოციალური მედიის მენეჯერი, შემდეგ უკვე მეორე დიზაინერი, კიდევ ერთი სოციალური მედიის მენეჯერი, PR მენეჯერი და დღეს უკვე მოვედით 7 თანამშრომლამდე ჩემის ჩათვლით. ასე არის ორგანიზებული, რომ მე ხელმძღვანელი, ყავს ბრენდ მენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერები, სოციალური მედიის მენეჯერები და ზოგადად ეს მიმართულება in-house, იმიტომ რომ ზუსტად ჯანდაცვის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავიდანვე საუბრობდით, რომ ბევრი კომპანია იცით ალბათ თქვენს, რომ თქვათ აუთსორსზე ემსახურებიან სხვადასხვა სოციალური მედია სააგენტოები, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ზუსტად აი სპეციფიკიდან გამომდინარე, რთულია თუნდაც ტერმინების დონეზე, სამედიცინო ენაზე საუბარი, რომ პულსზე ხელი აუცილებლად შიგნიდან უნდა გვჭერებოდა და ზუსტად ეს გამოწვევა იყო პირველივე ეტაპზე, რაც დავინახე, რომ სოციალური მედიის მიმართულება აუცილებლად შიგნიდან უნდა გვეწარმოებინა. და ასე გავიზარდეთ, აი ბოლო თანამშრომელი მიმართულება, რაც დავიმატეთ, უკვე PR-ის მიმართულება არის და ძალიან ისეთი შეკრული, მეგობრული გუნდი ვართ, ყველაფერს ვცდილობთ რომ მართოთ შიგნიდან დავინახოთ მთავარი პრობლემები, გამოწვევები.
რაც აქვს სექტორს, რაც ჭირდება ჩვენს, რა თქმა უნდა, მიზნობრივ აუდიტორიას, ჩემი აზრით ყველაზე რთულ აუდიტორიას, იმიტომ რომ პაციენტები არიან ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი და პაციენტები რეალურად რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ხო? თუ პაციენტად მოვიდა უკვე ჩვენთან, თუმცა მარტო პაციენტს არ ვესაუბრებით, ცხადია, ზოგადად ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ გავზარდოთ ცნობიერება ადრეული დიაგნოსტიკის, ჯანმრთელობის რაობის და საერთოდ ქცევა შევცვალოთ საზოგადოებას და გავხადოთ პრიორიტეტული საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, იმიტომ რომ მთავარი გამოწვევა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღმოჩნდა, რომ არის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე, იმიტომ რომ აი ყველაზე ბოლოს გვახსენდება სამწუხაროდ ეგრე გამოვიდა საკუთარი ჯანმრთელობა და აი ზუსტად გუნდიც ამაზე ზრუნავს, რომ შიგნიდან დავინახოთ საჭიროება და ესე მივაწოდოთ ხმა მოკლედ საზოგადოებას. კი ბატონო, მანდ ახლა ბევრი კითხვა გამიჩნდა და მე გადმოვალ მაგ ნაწილზე. ტასო, მოგვიყევი Holy Motors-ის მოწყობაზე, რა ხდება შიგნით, რა არის მთავარი მიმართულება თქვენი სააგენტოსი, რამდენი ადამიანი ხართ, როგორ ხართ დაკომპლექტებული, ძალიან საინტერესოა. ჩვენ ვართ ჰოლისტური დიზაინის სააგენტო, რომელიც გამორჩეული იდეებით და სასარგებლო დიზაინის გაერთიანებით ვამოძრავებთ ბრენდებს, საზოგადოებას, ხალხს. ეხლა 10 ადამიანისგან შედგება გუნდი, სხვა შემოქმედებითი დისციპლინებიდან, დიზაინერები, კრეატივი და ასევე გვაქვს production კომპანია Holy Motor Films-ი, რომლის დახმარებითაც რაც ჩვენ ამ იდეებს ვაცხავთ ხოლმე ხორცს. ანუ შიგნით თუ ცალკე მიმართულება არის? ხო, ძირითადად ცალკე მიმართულება არის, რომელიც ჩვენი იდეების განსახორციელებლად, განსაკუთრებულად გვიყვარს. და დროშების შემთხვევაშიც ასე მოხდა ზუსტად. ძალიან საინტერესოა. სანამ გადავალ კამპანიაზე თვითონ ახსენე ინდუსტრიის განსხვავებული სპეციფიკა რა და ეგეთ კითხვა გამიშა, ანუ რეალურად შეიძლება სანამ მე რაღაცა შემაწუხებს პირობითად, ანუ ბრენდმა ისეთი კომუნიკაცია გამატაროს, ესე რომ ვთქვათ, რომ მე თუ რაღაც საჭიროება დამიდგება, ან თუნდაც ამიმაღლოს ცნობიერება იმაზე, რომ რაღაცა check-up დროული შემოწმება გავაკეთო და ასე შემდეგ. თუმცა ალბათ მანდაც არის რაღაც მეორადი აუდიტორია, ესე რომ დავარქვათ პირობითად, რომელსაც ემუშავებით, ანუ აი თქვენ როგორ ატარგეტებთ მომხმარებას, ესე რომ რა ძალიან უხეში იმით, რომ გაზარდოთ ერთი ცნობადობა იმაში, რომ მე პირველი გამახსენდეს თოდუა, რომ რაღაცა სანდოობა, რაღაცა ტექნოლოგიურობა და ასე შემდეგ, რომ მოვიდე თქვენთან და რაღაცა თქვენი სერვისებით ვისარგებლო. აი, რამე კიდე დამატებითი ინსაიტები ხო არის სამედიცინო მიმართულებით, იმიტომ რომ ამ თემაზე რადგან არ გვისაუბრი აქამდე, ძალიან საინტერესოა, რა განასხვავებს აი სტანდარტული მარკეტინგული კომუნიკაციებისგან სამედიცინო მიმართულება რითი ხასიათდება. სწორად აღნიშნეთ სანდოობა, ანუ მთელი ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რომ საზოგადოებაში ჯანდაცვის ინდუსტრიის მიმართ სანდოობა გავზარდოთ, იმიტომ რომ ბევრი გამოწვევაა ინდუსტრიაში და ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ფაქტია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიდის საზღვარგარეთ, ხო? და რატომ? ანუ აი ამ რაღაცა ძველი 90-იანების გამოწვევების ინერციული გაგრძელება არის. თუმცა ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ საქართველოში მედიცინა არის ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც არის ევროპასა და ამერიკაში და ამას ცხადყოფს ის პროფესიონალიზმი, რომელიც არის თოდუას კლინიკაში, ანუ ექიმებს გულისხმობ ცხადია და ის ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რომელიც მუდმივად ახლდება. ანუ ჩვენი ტექნოლოგიური ბაზა არის უზარმაზარი ინვესტიციის მატარებელი ცხადია, ხო? ანუ თითოეული აპარატი შეიძლება მილიონ ნახევარი ღირდეს მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას გულისხმობ და
თავარი არ არის ყბადაღებული, თქვათ, მხოლოდ ცალკე აღებული ტექნოლოგია ან აპარატი, ხო? მას სჭირდება სპეციალისტი, რომელიც ამას გაშიფრავს და ზუსტად მთელი ჯაჭვი არის რაღაცა ციკლის, რომელიც ერთმანეთთან კავშირში არის და ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობს რა, ანუ პროფესიონალი ექიმის გარეშე ის აპარატი ცალკე აღებული უბრალოდ არ არის და შესაბამისად, ანუ აი ამ სანდოობის გაძლიერება არის მთელი ჩვენი ამოცანა, რომელსაც ვემსახურებით მარკეტინგის თიმი და და როგორ და რა გზას გავდივართ, ხო, რომ ერთი არის ვინ არის ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია და ეს არის 35+ ადამიანები, ნუ ბოლო პერიოდში 30-დან შეიძლება ვთქვათ, რომლებსაც უკვე თითქოს საშუალო ასაკი მოვიდა იმისთვის, რომ რაღაც ან სიმპტომი გაჩნდა, უკვე რაღაცა ხო, რაღაცა ბუნებრივად მოვიდა ექიმის დრო და შემოწმების დრო და ცნობიერება თან გაიზარდა რა, თან უკვე ისეთი ახალგაზრდაც აღარ ვარ, რომ რაღაცა არ მადარდებდეს, თითქოს მანამდე ერთ-ერთ საუბარში ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ახსენა და ისე კარგად დავიჭირე, რომ თითქოს მანამდე მშობლების ვალია რა ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ანუ მაინც რაღაცა დედა, მამამ უნდა მიგვიყვანოს ექიმთან და არა და უკვე 30-ისები ვართ, ხო, არა და უკვე რაღაცა 25-ის ვართ თუნდაც რა. და აი რაღაცა სიმპტომი რო ჩდება, უკვე არის 35+ ადამიანი, რომელიც იაზრებს ჯანმრთელობის როლს მის ცხოვრებაში და მოდის. ამას მეტყოლებს ჩვენი, რა თქმა უნდა, შიდა კვლევები, ან data, რომელსაც ვეყრდნობით, ვინ არიან, ანუ ადამიანები, რომლებიც ავსებენ, თქვათ, ჩვენთან რეგისტრაციის დროს ანკეტას, ანუ ასაკს უთითებენ და ამაზე მეტყოლებს ის თუნდაც სხვადასხვა კამპანიის უკანდგომი ჩართულობით უკანდგომი ადამიანები, რომლებსაც ვიღებთ სოციალური მედიიდან და სხვადასხვა პლატფორმებიდან თუ ვინ ინტერესდება engagement-ს ვინ ქმნის, თქვათ, ჩვენს აქტიურობაზე და ძალიან თანხვედრაშია ეს ამბავი, თუმცა ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ადრეული დიაგნოსტიკა უფრო ახალგაზრდა ადამიანებს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე მივაწვდინოთ ხმა და ძალიან დიდ ძალის ხმევას ვდებთ ამაში, რომ აი check-up-ის რაობა ზუსტად სადღაც 20 წლიდან ადამიანებს უკვე კარგად ესმოდეთ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მერე უკვე პრობლემის განკურნებაზე, პრობლემის აღმოფხვრაზეა საუბარი და მანამდე კი შეიძლება რაღაცა ადრეულად დავიჭიროთ ის ნიშნები, რომლებიც მერე უკვე ძალიან დიდ პრობლემაში გადაიზრდება და არ მინდა მხოლოდ ონკოლოგიაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, თქვათ, ჩვენმა მიზნობრივ აუდიტორიამ, რომ თოდუას კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ონკოლოგია, თუმცა არ მინდა რომ საზოგადოება დავაშინო, რომ მარტო თქვა ონკოლოგიური პრობლემა შეიძლება ადრე აღმოჩნდეს. ანუ ძალიან ბევრი პრობლემა თუნდაც იგივე სისხლძარღვოვანი მიმართულებით, ნევროლოგიური მიმართულებით, ხო, ანუ ყველაფერი შეიძლება ადრეულ ეტაპზე იყოს გამოჯამრთელების საწინდარი, მაშინ როცა თქვა დაგვიანებულ ეტაპზე აღმოჩენამ უბრალოდ შეიძლება რაღაცა მკურნალობის პერიოდი გაახანგრძლივოს და გამოჯამრთელებაზე აღარ იყოს საუბარი და რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, როგორ წვდებით, ნუ მაინც სოციალური მედიით, outdoor-ით, რაც გვიკეთებია სხვადასხვა კამპანიით და მაქსიმალურად მარტივი და მსუბუქი საკომუნიკაციო ენით, იმიტომ რომ იმდენად სამედიცინო სექტორი დამძიმებულია თავისი სპეციფიური ტერმინებით, ანუ პროფესიული ტერმინებით ცხადია, ხო, რომ იმის გაგება რა თუ ახალგაზრდას, თქვათ, ზრდასრულსაც შეიძლება ძალიან გაუჭირდეს და ძალიან ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მსუბუქი, მარტივი, გასაგები ენით იყოს მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია და ზუსტად აი ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა check-up იყო ალბათ თოდუას კლინიკა იყო პირველი, ვინც საქართველოში დაამკვიდრა check-up-ის ტერმინით, ამაზე ძალიან ბევრს გვედავებიან დღემდე ამ ინგლისური სიტყვების გამოყენებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ქართულად ეს იმდენად რთულად მიჩვეულია მაგ სიტყვებს ხშირად ისმის ხოლმე თქვენთან. და check-up-ი უფრო ისეთია რა, ჯენზული და ალბათ მილენიანული ვიდრე თქვა ზედა ასაკის, მაგრამ მე მგონი მივაჩვიეთ.
და ძალიან მიხარია რომ ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური რომ ახალგაზრდები უკვე ინტერესდებიან check-up-ით. ანუ მოდიან ჩვენ დეპარტამენტი გვაქვს ცნობიერება მაგის მიმართულებით. დეპარტამენტი გვაქვს check-up-ის ძალიან ისეთი დიდი და სრულყოფილი რომლებიც ცალკე ემსახურებიან ადამიანებს და არ არის მხოლოდ თქვა რაც პაკეტი, არამედ აი ინდივიდუალური საჭიროებებით მაგალითად გინდათ მარტო რა ვიცი MRT-ს გადაღება და არა რაღაცა სრულყოფილი პაკეტით მომსახურება. ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერები ყავს, აი რო წარმოიდგინოთ თქვა პირადი ბანკირები, ხო, რაღაცა კონცეპტ ბანკირები ან ასე შემდეგ. საქართველოს ბანკის თანამშრომლები. ჩვენ ყავს ჯანმრთელობის პირადი ასისტენტები, მენეჯერები, რომლებიც თქვენ გიგეგმავენ თქვენი საჭიროების მიხედვით კონკრეტულ კვლევებს. არსებობს სტანდარტული პაკეტები ცხადია, check-up-ის, რომელშიც შედის ის რაღაც რუტინული კვლევები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი შემოწმებისთვის და სხვადასხვა პაკეტები არის ქესის მიხედვით, ასაკის მიხედვით, პრობლემის მიხედვით და არსებობს ასევე ინდივიდუალური მომსახურებები, რომლებსაც აი და ძალიან ბევრ ბიუროკრატიას აშორებს თან ეს პროცედურა, რომ თქვათ მარტო რიგში არ დგეხარ, ანუ მიდიხარ რაღაც ცალკე სივრცეში და ძალიან მზარდია მოთხოვნა ამ მიმართულების. გასაგებია. ტასო, შენთან გადმოვალ ეხა პირდაპირ ამ კითხვაზე, ამ კითხვით, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით დასაწყისში და კამპანიის მიმდინარეობა, ესე რომ ვთქვათ, თქვენგან დაინიციირდა, ხო? ანუ ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არსებობს ხოლმე, ნუ ჩვენ მაყურებელსაც რო ვთქვა, რომ ხანდახან არის რომ სააგენტოში ჩდება რაღაცა იდეა და რაღაც მიდიხარ კონკრეტულ ბრენდთან, აკეთებ შეთავაზებას, ან პირიქით მოდის ბრენდი შენთან კონკრეტული რაღაცა პრობლემით, ბრიფით და მე იმის ამოხსნაზე მუშაობ. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი თქვენთან როგორ დაიბადა ეს იდეა, როგორ მოიხარშა, როგორ დაალაგდა და რომ მოგვიყვეთ საერთოდ აი ყველა ეტაპი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ხო, რაღაც ტრადიციული ბრიფი არ მქონია, იმიტომ რომ ეს იდეა იყო ჩემი სადიპლომო პროექტი, ანუ სტუდენტური პროექტი იყო თავდაპირველად. და ვიცოდი რომ რაღაცა პერსონალური მინდოდა გამეკეთებინა, ვიცოდი რომ ამ თემას მინდა შევხედავდი, მიუხედავად იმისა რომ რთული არის, იმიტომ რომ ოჯახის წრთან იყო ეს დაკავშირებული და რაღაცა უტრიალებდი ამ თემას და თავდაპირველად იყო ფოტოსესია, ფოტოსერია იყო და როცა წარვადგინე, ზუსტად ამ პერიოდში ვიყავი ჰოლი მოტორში სტაჟირებაზე. და ჩემი ლექტორები იყვნენ ავალა, თოკარაშკა, კუბო და მათ რო წარვადგინე, რაღაცა უფრო დიდი მასშტაბები დაინახეს ამ იდეაში და რა თქმა უნდა, ამ თემაზე ალბათ ყველაზე მეც თოდუა საუბრობს და რაღაცა მნიშვნელოვანი ამ თემისთვის მნიშვნელოვანი თარიღებს ამ თარიღებზე ბისთვის ემზადებიან და თებერვალი, რა თქმა უნდა, იყო ის დრო, როცა ამაზე, ამ გამარჯვებებზე უნდა გვესაუბრა. და შიგნით აი როგორ შეკარით ეგ სანამ აი მაგათად ეგ შეხვედრა ჩაინიშნა პირობითად გუნდში რა პროცესები გაიარა თვითონ მაგ იდეამ. ხო, ან ფოტოსერია იყო თავიდან. და მივხვდით რომ რაღაცა მარტო ფოტოსერია დროშებთან ერთად არ იყო საკმარისი და ამას ჭირდებოდა რაღაცა მთავარი დრაივი ვიდეო, რომლის სცენარიც გავმართეთ, მე მივხვდით რომ თოდუა იყო თვითონ ძალიან კარგი გადაკვეთის წერტილი ეს სივრცე და გაშლებიც რაღაცა ამას დავაფუძნეთ რომ რაღაცა პაციენტებს უფრო მივწვდომოდით და მე ეს რაღაც პროექტად რო შევკარით წარუდგინეთ ნატალიას მის გუნდის წევრებს და გიორგიც ძალიან აინთო ამ იდეით და ძალიან გვიხაროდა ჩვენც და აქამდე მოვედით. როგორია ეხა ბრენდის მხრიდან, როცა სააგენტო მოდის და გიყვება იდეას, ჯერ ერთია რომ ალბათ მოიპოვოს ნდობა, ხო? ეგ არის ხოლმე სხვადასხვა. იმიტომ რომ რაღაც კუთხით აი ბრენდები ხო, აი არ ვიცი ხა ეს პირველი თანამშრომლობა იყო თქვენი, ხო? აი როცა ახალი სააგენტო მოდის თქვენთან, მაინც ხო არის რაღაც ჯერ მაინც არენდობის ცოტა კრიტიკული თვალით უყურებ, აფასებ და საინტერესოა აი ეგ თქვენი შიდა პროცესი, აი იდეა რომ მოისმინეთ, როგორ შეაფასეთ, როგორ გადაამუშავეთ, აი ძალიან საინტერესოა. ჩვენს ინდუსტრია ზოგადად მარკეტინგს ალბათ კარგი ის აქვს რომ აი ბაბლს ახსენებდი შენ რომ მაინც ყველას ასე თუ ისე თვალს ვაძივნებთ და ვიცნობთ ანუ ქვეყანას პატარა ამით მეტად თბილისი კიდევ უფრო და ხოლი მოტორში ცხადია რომ სმენოდა ჩვენ გქონდა ადრე გადაკვეთა უბრალოდ არ შედგა რაღაც
ასე თქვა კონცეფციებზე საუბარი თავის დროზე და ვიცნობდი ავალასაც და რო დამიკავშირდა სიამოვნებით ჩავნიშნა შეხვედრა, იმიტომ რომ უკვე სააგენტოს მიმართ ნდობა რომ ის აუცილებლად რაღაცა ხარისხი ამ პროდუქტს შემოგთავაზობდა, ესეთ მოლოდინის რეჟიმში მაინც მქონდა. თუმცა გიდასტურებთ რომ ცოტა ძნელია ხოლმე თავიდან, იმიტომ რომ მაინც ეძებ ალბათ და ცდილობ იმასთან ითანამშრომლო, ვისაც უკვე გამოცდილება გააქვს, იმიტომ რომ დამკვეთის მხრიდანაც დიდია პასუხისმგებლობა, რომ ბიუჯეტი მაღალია, ბევრი გამოწვევა, გაამართლებს თუ არა ის პროდუქტი. რაც არ უნდა თქვა რაღაც შეიძლება კარგი გამოცდილება ქონდეს შემსრულებელს, აი შენ როგორ დაგინახავს შენს ის საიტებს, შენს აუდიტორიას როგორ მოერგება, მით უმეტეს ჯანდაცვის სექტორს, სადაც ძალიან სენსიტიური თემებია, ხო, ჯანმრთელობა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, რაც არ უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გარკვეულ ასაკამდე გაუაზრებელი იყოს, თუმცა ვინც უკვე იაზრებს, იმათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აი მივადექით უკვე ონკოლოგიას, აი ყველაზე ალბათ მძიმე და რთულ პრობლემას, რომელზეც ჩვენ ბევრი წელია უკვე ვცდილობთ რომ ვისაუბროთ და ცნობიერება ავამაღლოთ და ასე ძალიან ისეთი შეხვედრა შედგა საინტერესო და თავიდანვე მართლაც ავენთეთ ტასოს იდეა არის და აი ასეთი სახით დანახული თქვათ ონკოლოგიას საუბარი იყო მე 7 წელია უკვე ამ სფეროში ვარ ანუ თოდვას კლინიკაში ვარ და რამდენჯერ აღარ გვისაუბრია რა კამპანია აღარ გაგვიკეთებია რა კუთხით არ გაგვიშუქებია რა ვიცი ფორმით მაგრამ ეს იყო საერთოდ სხვა განსხვავებული ხედვა რომელიც რა ვიცი აუცილებლად ალბათ ნებისმიერს აანთებდა და ალბათ ვთქვათ ხო რა ხედვა არის ანუ ყველამ კარგად ვიცით რომ ქიმიოთერაპიებს როცა განსაკუთრებით ქალბატონებს ჭირდებათ ძუძუს კიბოს პრობლემის დროს აქვს თამდევი გვერდითი ეფექტი ეს არის თმის წვენა და როცა მათ თმაც ვივათ ნუ მე დგება დღის წესრიგში ის რეალობა რომ უნდა გადაიბარსონ თავი და მე უკვე ცდილობენ რომ რაღაც დამალონ ეს მათი თქვათ ვიზუალი ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ქალს თმით მოწონს ყოფნა ხო და ხან არის თავსაბურავი ყველაზე ხშირად გამოყენებული პარიკები რომელსაც იყენებენ ამ პროცესის დროს და ასოს ქონდა აი ეს თავსაბურავი უკვე ბოლოში ნაჩვენები როგორც გამარჯვების დროშა პაციენტი რომელიც ქიმიოთერაპიების პროცესში ატარებს თავსაბურავს იმისთვის რომ დამალოს თავისი თქვათ უთმო თავი შემდეგ იმარჯვებს დაავადებაზე და ამ თავსაბურავს აქცევს უკვე გამარჯვების დროშად უკეთებს მას ტარს ანუ საყრდენს და აფრიალებს დროშას როგორც და ყველაზე ძლიერ მეტოქესთან გამარჯვების სიმბოლოს და ნუ აი ეს იყო რაღაცა იდეა რომელიც მართლა აი ეგრევე ავენთეთ ყველა და რა თქმა უნდა დაისახა უკვე მე გეგმები როგორ შეგვესრულებინა ანუ ფოტოსესიით რო არ შემოფარგულიყავით უფრო მეტად და სიღრმისეულად გვესაუბრა კიდევ ერთხელ იმ პრობლემაზე რასაც ადრეული დიაგნოსტიკა ქვია იმიტომ რომ ეს არ არის თქვათ ამით ხო არ ვესაუბრებით მარტო პაციენტებს ამით ვესაუბრებით თქვათ ჯანმრთელ პოპულაციასაც რომ ადრეულ დიაგნოსტიკაზე დაავადება აღმოჩენილი დაავადება ნიშნავს საბოლოოდ გამარჯვებას და გამოჯანმრთელებას მაშინ როცა დაგვიანებულ დიაგნოზზე უბრალოდ მიდის საუბარი იმაზე რომ გახანგრძლივდეს სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი იყოს უკეთესი. და ის ზუსტად ესე მოკლედ შეიკრა მთავარი სათქმელის გარშემო მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი კამპანია და ძალიან კარგი ვიდეო ტასო ციტყვის მერე ვიდეოს ხმაზეც ანუ ვინ ახმოვანებს ესეც ძალიან ისეთი ნიშანდობლივი აღსანიშნი ამბავია და ძალიან კარგი გამოხმაურებაც აქვს ძალიან სწორი აქვე ვიტყვი პროცესშია კამპანია, იმიტომ რომ
4 თებერვალი არის კიბოს მსოფლიო დღე, თუმცა ჩვენ არ შემოვიფარგლებით უკვე წლებია, მხოლოდ ერთი დღით, ანუ ვცდილობთ, რომ სათქმელი მთელ თვეზე გავახანგრძლივოთ და არა მხოლოდ თვეზე, ანუ წლის განმავლობაში, ანუ მარკეტინგული გეგმა როცა დგება, ონკოლოგია არის ხოლმე ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელზეც ჩვენ საუბრობთ და ვეყრდნობით და ვგეგმავთ, რომ აი რა ვქნა იმისთვის რომ კიდევ ერთხელ მივიქცევთ საზოგადოების ყურადღება. როგორც თქვათ, ონკოლოგია როგორც თოდოს კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და მთავარი გამოწვევა ზუსტად ეგ არის, რომ ექიმები და ყველა ხადია კვლევებიც ხატყობს, რომ მთელი მსოფლიო ყველა კლინიკა მსოფლიოში და სტატისტიკურად ადამიანებს აღმოუჩენენ პირველ და მეორე სტადიაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს ხდება საქართველოში. საქართველოში სამწუხაროდ უმეტესად ხდება დაგვიანებული დიაგნოზები, ანუ მესამე, მეოთხე სტადიაზე აღმოჩენა. და ეგ არის ზუსტად აი ამ ცნობიერების ნაკლებობა და აი ექიმთან მისვლის ბარიერი. და როცა ამ ბარიერს ვიკვლევთ, ანუ რა არის, რატო არ მიდის, ხო, აი რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს და თავარი არის შიში რატომღაც, რომ აი დიაგნოზის მოსმენის შიში, არა თქვათ, ზოგი ასახელებს, რომ დრო არ მაქვს ექიმთან მისასვლელად, ზოგი ამბობს, რომ ნუ ფული არ მაქვს, აი სხვა ფაქტორები შეიძლება იყოს, სხვა ნდობა არ მაქვს რაღაც, მაგრამ თავარი მაინც არის სხვადასხვა კვლევები გვაქვს ნაწარმოები შიშის მომენტი, რომ არ მითხრან ისეთი რამ, რასაც თქვათ, რაც იქნება ჩემთვის ძალიან სტრესული, თუმცა ჩვენი კამპანიებით ვცდილობთ დავანახოთ, რომ ნუ რაღაცნაირად უნდა დაუპირისპირდე ამ შიშს, იმიტომ რომ რაც უფრო ადრე აღმოაჩენ, მით უფრო დიდი შანსი გაქვს, რომ მე ჯანმრთელად იყო, ხო, ჯანმრთელობა შეინარჩუნო და ყველაფერს ეშველება თან აი ხა ფინანსები ვახსენე და ძალიან ბევრი მიმართულება ფინანსდება, ან დაზღვევები, კერძო დაზღვევა, სახელმწიფო, არ ვიცი, ონკოლოგია განსაკუთრებით მთლიანად დაფინანსებულია და ბევრი ბარიერს შეიძლება უპასუხო უძროობასაც. ხო, ხა როცა თქვათ რეალური პრობლემა დგება, როცა მართლა ჯანმრთელობა შეგაწუხებს, იქ ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება და ახერხებ ექიმთან მისვლას როგორღაც ფაქტია, მაგრამ უკვე შეიძლება იყოს დაგვიანებული რა. მესმის კი. ტასო, ძალიან საინტერესო ახლა შევეხეთ უშუალოდ პროცესს რა და ერთია რომ რაღაცა ფოტო სესიის ნაწილი და მეორე ვიდეოს ნაწილი, ხო? აი როგორ იგეგმებოდა, იმიტომ რომ ალბათ არსებობდა რაღაცა ის პასუხისგებლობა, ესე რომ დავარქვათ რა, რომ აი გამოვიდეს ის რაც წარმოგვიდგენია რა, ალბათ ეს რაღაც მთავარი, იმიტომ რომ თან საქმე ეხება ძალიან სენსიტიურ თემას და აი რა გამოწვევები არსებობდა თქვენ შემთხვევაში, აი რა იყო ყველაზე რთული, რა როგორ გადაჭერით და ასე შემდეგ, ეგეც ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნება თქვენი მხრიდან. ძალიან სენსიტიური თემა არის, ძალიან რთული საკომუნიკაციო თემა არის. კამპანიას რო გეგმავ, რა თქმა უნდა, აი ყველა დეტალს ეკირკიტები, ყველაფერს მოწმებ, როგორი რეაქცია იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში არის გაასმაგებული და რაღაცა ჩვენს რაღაცა გუნდში, ჩვენი პერსპექტივებით, თოდუამ, თავისი გამოცდილებით, ეგ რაღაცააც მგონია, რომ ძალიან სწორად დავსვით. გამოწვევა იყო თვითონ გადაღების პროცესის მეორე დღეც, იმიტომ რომ რეალური ისტორიებზე არის ყველაფერი აგებული და ფინალი, ვიდეოს ფინალი არის რეალური ქალებით მთავრდება მოკლედ ეს ვიდეო და გადაღება მათთან ერთად ცოტა ვინერვიულეთ მაგ ფაქტზე, მაგრამ თვითონაც აი რო ვუყვებოდით ამ ამბავს იდეაც რო გავუზიარეთ, რაღაცა თვითონაც ძალიან დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ, მოგვიყვნენ თავიანთი ამბები გულწრფელად და შეუძლებელია ამ ყველაფრის თქმა პროდაქშენის ხსენების გარეშე Holy Motors Films-მა ითამ ჩვენი production head-ი არის დაგვაკავშირა სტუდიო გამბიტთან. ანა დავითაია და ტასო გულავა იყვნენ ჩვენი რეჟისორები და არ ვიცი ეგენიც ისე აინთნენ ამ იდეით. ისეთი სასიამოვნო არის რომ შენ იდეაზე ამდენი ხალხი ესე ინთება და ერთიანდება და მართლა ისეთი შედეგი გამოდის ბოლოს როგორიც უნდა ყოფილიყო. რომ ძალიან სასიამოვნოა და რაღაცა ერთ გუნდად მე მგონი რაღაცა სწორი ემოცია დავსვით, ამ ემოციის დაბალანსება და რაღაცა სწორი მესიჯების გაშვება იყო ძალიან რთული ასევე. და საბოლოო ჯამში ვიდეოც
როგორც რაღაცა მთავარ პროდუქტად ეგრე გავუშვით, რომელსაც მე აი ამ რეალური ისტორიებით გავშალეთ ამ ქალბატონებს. გაშლები როგორც იტყვიან. გაშლებს რო ვიზარდეთ. გაშლები მოყვა. და voice over-ზე იყო ხო? voice over-ი აუცილებლად სახსენები არის. ჩვენ ეს ამბავი მოგვიყვა ქალბატონ ნატო მეტონიძემ, რომელიც არის ასევე თოდუას პაციენტი და ეს ყველაფერი 1000-ჯერ ბევრად უფრო რეალური ამბავი არის და რაღაცა ბევრად უფრო ემოციურად და რეალურად მოგვიყვა ეს ყველაფერი ჩვენც რაღაცა ძალიან ემოციურად ვიყავით ამ მომენტში. ძალიან საინტერესო არის. მეც ისეთი ის მქონდა რა, რომ ნახე ეს ვიდეო პირველი ეგრევე მოგწერე რომ მეთქი ეს კამპანია, ეს კამპანიაზე ვილაპარაკოთ. იცი რა არის? მე მოდი სტანდარტულად რომ მივუდგეთ რა, ეს ძალიან ემოციურია, ძალიან სენსიტიური თემა, თუმცა არსებობს კამპანიის შემდგომი ეტაპი, ხო, როგორც არის, არ ვიცი, შედეგების ანალიზი, რაღაც ამის, ასე ვთქვათ, ეს ხო აი ერთია რაღაცა CSR-ული მიმართულება არის, მეორე არის რაღაცა აი როგორ ითარგმნება მარკეტინგის ნაწილში. აი თქვენ როგორ აფასებთ ახლა ამ კამპანიას, როდის აპირებთ რომ შეაფასოთ და რა კრიტერიუმებით აფასებთ მსგავს კომუნიკაციებს? თავარი KPI-ები ხო რა გვაქვს. პირველ რიგში ცხადია, თქვა სადაც რა პლატფორმებზეც უშვებთ, იქ როგორი შედეგები გვაქვს რა. და ეს არის ის ციფრები, რომელიც ძალიან ღია, ანუ engagement-ი, რასაც ჩვენ სცენაზე ვეძახით. რაც მოყვება მე ამ ვიდეოებში. კი, ანუ ჩართულობა ზუსტად მთავარი პირველი გამსაზღვრელი, რაც მოყვა ამ ვიდეოს და 4,780,000 უკვე ნახვა აქვს ძალიან მოკლე პერიოდში, ძალიან არ მინდა დავასახელო, მაგრამ მცირე ბიუჯეტით. ამიტომ ჩვენი აზრით აი ეს დაინტერესება რაც ქონდა ვიდეოს უკვე ცხადყოფს, რომ ვიდეო წარმატებულია და კამპანია წარმატებულია. და ალბათ ასობით ადამიანის კომენტარი, რომელსაც ნახავთ ვიდეოს ქვეშ, რომლებიც ერთის მხრივ არიან პაციენტები, რომლებიც ამ გზას გადიან და როცა მე პირადად მუშაობ ონკოლოგიურ თემაზე, სულ აი მაგას ჰოლი მოტორსაც ვეუბნებოდი და ყველას ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს ხოლმე, რომ არის ერთგვარი ბეწვის ხიდი, როცა ონკოლოგიაზე საუბრობ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ყველაზე მოწყვლად აუდიტორიას ესაუბრები თვითონ პაციენტებს, რომლებიც გადიან ამ გზას და არიან ემოციურად დათრგუნულები, იბრძვიან, ასე ვთქვათ, ამ პროცესში არიან და აი სწორი ემპათია, სწორი ემოცია არის, სწორი ენა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენი სათქმელი ისე მიიტანო, რომ სწორად გაიგონ და არც გადააჭარბო, არც დააკლო არაფერი, აი ძალიან მიზნობრივი მესიჯი არის ხოლმე მისატანი. წლებია უკვე ამ თემაზე ვმუშაობთ და სულ ყოველი კამპანიის წინ მაქვს აი ეს გამოწვევა, რომ ზუსტად ისე ვიგრძნო ეს ადამიანები, როგორც თვითონ არიან და ზუსტად მათთან ერთად გავიარო, ასე ვთქვათ, ის პროცესი და მეორეს მხრივ ესაუბრო ჯამრთელ პოპულაციას, რომელიც გაურბის ამ თემას. ანუ მათთვის ეს თემა არის რატომღაც მაინც სტიგმა ტაბუირებული, იმიტომ რომ აი შიში რო ვახსენე, ზუსტად ეგ არის რა. ანუ ისედაც რაღაცა თითქოს გარემო დამთრგუნველი, ბევრი ნეგატივი შენს გარშემო და კიდე კიბო აღარ გინდა რა. ანუ გინდა რომ რაღაცა კარგ თემას მოусმინო, ცოტა იუმორი, ცოტა პოზიტიური რაღაც პოზიტიური ინფორმაცია მიიღო, ხო? და ისინიც უნდა დავაინტერესო, იმიტომ რომ ჩემი სათქმელი ორივეს ეხება. შენ რომელსაც თქვათ შენ რომელიც დღეს ჯამრთელი ხარ, ან გგონია რომ ჯამრთელი ხარ, ანუ ყურადღებით იყავი, არ გამოგრჩეს არაფერი და მეორეს მხრივ დღეს ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებსაც იმედი უნდა გაუჩინო და უნდა უთხრა, რომ არა იბრძოლე ბოლომდე, ანუ აუცილებლად გადარჩები, იმიტომ რომ აგერ ანუ ასობით რეალური ისტორია გვაქვს, რომლებმაც იბრძოლეს გადარჩნენ და თვითონ გვიყვებიან. ახლა ნატო მეტონიძე ახსენა ტასომ და ნატო არის ონკოლოგიური პაციენტი, ამიტომ
თქვი, რომ voice over-ი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და რეალური ადამიანები მონაწილეობენ მთლიანად ვიდეოში და კამპანიაში. ზოგს 10 წლის წინ აქვს კიბოს დიაგნოზი დასმული და დღეს ჯანმრთელია, ზოგს 5, ზოგს 1, ზოგი ეხლა გადის ამ გზას და ზუსტად ეგრე შევარჩიეთ თხოვე ექიმებს, პაციენტებიც ეგრე შეერჩიათ, რომ სხვადასხვა დიაგნოზის, სხვადასხვა ასაკობრივ გამოცდილებებით, რომ არ ყოფილიყო რაღაცა ერთი ვიწრო სეგმენტი, რომ დაგვეჩვენებინა ზუსტად, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას შანსი და იმედი ყოველთვის არსებობს და აი ძალიან რთული არის მოკლედ საკომუნიკაციო ენა ასეთ დროს, მაგრამ მგონია რომ გამოგდის და რომ დაუბრუნდეთ ისევ შედეგებს, ეს არის ცხადია ის ჩართულობა პირველ რიგში, რომელიც არის და მე უკვე დაინტერესება, ანუ როგორ იზრდება თქვათ მომართვიანობა, ჩვენთან უკვე 10,000-ზე მეტი ონკოლოგიური პაციენტი ყავს, იმდენად ცოტა ფრთხილად უდგები ასევე ციფრებს ხოლმე რა, იმიტომ რომ პაციენტებზე ვსაუბრობთ და არა თქვათ რაღაცა პროდუქტის გაყიდვაზე, ხო? ამიტომ ეს ციფრიც ისეთია რა, შემაშინებელი, რომ აი 10,000 პაციენტი, ონკოლოგიური პაციენტი პარალელურად თქვათ ეხლა მკურნალობს. მაგრამ ხო, ნუ რეალობაა და ამიტომ ძალიან ყურად საღებია, რომ მაღალი ციფრია და შესაბამისად მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. და ცხადია ეს მომართვიანობა, რომელიც ფიზიკურად აისახება ექიმებთან ვიზიტებზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გაიზომოს, ხო? ხო, ცოტა ისეთი რთული საკითხია ხოლმე, რომ მაინც ისეთი თემა მე გამიჩნდა ანალოგიური კითხვა სააგენტოს ხარეს, იმიტომ რომ ხა მე გამოცდილება მსგავს მიმართულებით და ცოტა სხვანაირად იდება შედეგი სააგენტოს ხარეს, ეს რო ვთქვათ რა, მაინც ემოციურად ალბათ თქვენთვის კიდევ უფრო მეტად ის იყო, რომ რაღაც გამოვიდა ის, რაც ქონდა ჩაფიქრებული, ეხა ერთია რაღაცა შეიძლება იქ რაღაცა ვირუსული იყოს, რაღაცა, მაგრამ რას გრძნობდით ამ კამპანიის მერე შიგნით სააგენტოში რა, ხო არის ხოლმე რომ ხანდახან შეიძლება თქვა რომ ამას რო შეხედავ მერე, სხვანაირადაც გადავიღებდი, სხვანაირ voice-over-საც და გავაკეთებდი, მერე შემოდის პირობითად, ეხა არ ვიცი თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა, მაგრამ ედიტების საკითხი, ხო, რაღაცა რომ პირველი ვერსია არის, რომელიც ძალიან მოგწონს რა და გინდა რომ ეგ დასტუროს კლიენტმა, მაგრამ რაღაცა შეგიცვლის, იქ რაღაცას გადაგიკეთებს და ბოლოს გამოდის ის, რაც თითქოს ის არ იყო, რაც სააგენტოს უნდოდა რომ გაეშვა რა და აი თქვენ შემთხვევაში რა იყო ის საბოლოო შედეგი, რაც მიიღეთ ამ კამპანიის მერე და რამეზე ხინჯი ხო არა გაქვთ მაგალითად? არა, თავიდანვე იმდენად ესე დეტალურად გეგმავდით მაგ ყველაფერს, თავით პატარა ქვემესიჯებით, იმ ისაითებით, რაღაც განზოგადებული ქალი არის ვიდეოში და რაღაცა იცვლება გარემოებები, იცვლება დრო, მაგრამ ეს თავსაბურავი რაღაცა ეპიცენტრში რჩება და ის რაღაც პირველი მომენტიც, როცა ქალი იპარსავს თავს და უკვე ვიზუალურად ხედავს ამ დაავადებას, თვითონ ქალებსაც რო ველაპარაკებოდით, ეს რაღაც განსაკუთრებული მომენტია, განსაკუთრებულად ემოციური მომენტია მათთვის და რაღაცა პირდაპირ თავიდანვე ეგრე დავიწყეთ ამ ვიდეოთი, ვაჩვენეთ ეს მთელი გზა და გავაჟღერეთ ისეთი რაღაცები, რასაც ალბათ ქალი ძირითადად ყოველდღიურად არ იტყოდა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა არ უნდათ რომ სხვებს ეს ტკივილი გადასდონ. და მაგიტო გასდევს თითქოს დღიურივით ეს ტექსტიც ამ ვიდეოს და ბოლოს რაც იმ ყოველდღიური გამოწვევები გვინდოდა გვეჩვენებინა და ამ რაღაც პატარ-პატარა ყოველდღიური გამარჯვებები. და ბოლოს როცა უკვე იმარჯვებს, იხსნის ამ თავშალს და ფინალში რაღაცნაირად ისეთი რაკურსით ვიხედებით, რაც მთელი ვიდეოს განმავლობაში არ გვინახავს. ანუ ამ ქალბატონ ზურგს უმაგრებს ბევრი გამარჯვებული ქალი, რომელიც ესე ამაყად აფრიალებენ ამ დროშებს და ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრი, რომ თავიდან ბოლომდე გვეჩვენებინა ეს გზა, მოგვეყოლა ისეთი რაღაცები, რასაც არ იტყოდა ალბათ ყოველდღიურად და ბოლოს ესე ძლიერად დაგვესრულებინა. იმდენად ისეთი მიზანი გქონდა, რომ არა მარტო რაღაცა ეს ქალის სიძლიერე წარმოგვეჩინა და ამ თავიანთი დროშებით ესე ამაყად მდგარიყვნენ, არამედ იმ ქალებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, რომლებიც ახლა გადიან ამ დროს, იმიტომ რომ ამ დროს სხვისი გამარჯვება და სხვისი ამბის მოსმენა ყველაზე დიდი мотиваცია არის და
დღეს რო უყურათ, აი ყველა კომენტარს ვკითხულობთ ცალ-ცალკე და ეს ქალები ისეთი გარემო შეიქმნა ამ კომენტარებში, ზუსტად რაც გვინდოდა. ერთმანეთს ამხნევებენ ქალები, ამბობენ რომ ეს გავიარე, ეს გზა ყველაფერი კარგად იქნება და რაღაცნაირად ზუსტად ის გარემო შეიქმნა ამ ქალებს შორის, რაც იყო დაგეგმილი და ამიტომაც რაღაცა ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ყველაფრით. ძალიან საინტერესო კამპანია, მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ კარგ შედეგს მოიტანს, რაც გულისხმობს ზუსტად იმ ცნობიერების გაზრდას, რომ ეს ყველაფერი დროულად, ასე ვთქვათ, აღმოაჩინონ და დროულად დავამარცხოთ ეს ვერაგი დაავადება, ესე რომ ვთქვათ, მე მინდა უფრო მოვშორდეთ ცოტა ჩვენს კამპანიურ ნაწილს და უფრო ზოგად საკითხებს შევეხოთ რა. ჩვენ ვახსენეთ რაღაცა სამედიცინო ინდუსტრია და როცა ჩვენთან კომპანიები მოდიან, მე ამ შეკითხვას ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ზოგადად ინდუსტრიაზე, ანუ არსებობს კონკურენცია, ხო, მოდი ღიად ვთქვათ, კი სამედიცინო მიმართულება, მაგრამ ძალიან ბევრი დაწესებულება არსებობს, ასე შემდეგ არსებობს კონკურენცია. საინტერესოა თქვენი შეფასება რა ხდება ამ მიმართულებით? კონკურენცია როგორია, როგორი კონკურენცია, როგორ ხდება ეს, ასე ვთქვათ, ბრენდების ბრძოლა, ესე რომ ვთქვათ და ეგ საკითხი რო გავშალოთ და მე სააგენტოსთანაც იგივე კითხვა მექნება, ეხლა Holy Motors-ი მაინც დიზაინის მიმართულებით საინტერესოა როგორ უყურებს ბაზარს. კი ბატონო, ცხადია, ჩვენთანაც არის კონკურენცია სამედიცინო სფეროში. ჩვენ თვლით ყოველ შემთხვევაში, რომ პირდაპირ კონკურენტები არიან ის მრავალპროფილური კლინიკები, საავადმყოფოები, რომლებიც ფარავენ ჩვენს სერვისებს და ჩვენს მიმართულებებს. ეს არის დიაგნოსტიკიდან დაწყებული სხვადასხვა მულტიპროფილური სერვისებით დასრულებული. ვისაც შეიძლება ქონდეს შედარებით დიდ ჰოსპიტალებს გულისხმობ და მან ზუსტად მიდის ჩვენი მთავარი კიდევ თავშიც აღნიშნე რომ სათქმელი არის ნდობის გაძლიერება. ანუ რომ მიდიხარ ექიმთან, ალბათ პირველი რასაც ფიქრობ ადამიანი და ჩვენი კვლევებიც ცხადყოფს, რომ ვინ არის ის ექიმი, ანუ რა გამოცდილება აქვს, რას როგორი შეფასებები აქვს, ან რო ვეკითხებით, რომ საიდან გაიგე კლინიკის შესახებ, როგორ მოხვედი, როგორ დაიგეგმა შენი ვიზიტი, ნაცნობ მეგობრები არიან დღემდე პირველ ადგილზე, რომლის რეკომენდაციებსაც ითვალისწინებენ. აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა რომ რა თქმა უნდა ჩემი შრომა იყოს დაფასებული და თქვან რომ გავიგე რაღაცა შენი კამპანიით ან რაღაცა, მაგრამ სულ ამბობ ხოლმე რომ ეხა სიღრმისეულად თქვა თვისებრივად თუ ჩაუღრმავდები ადამიანებს და იტყვი რომ აი საქმედის ის ტემპი ხო რაღაცა პირველი სადაც გაიგო, დიდი შანსია რომ გაიგო თქვა ჩემი აქტიურობებიდან, თუმცა მაინც არის ნაცნობ მეგობრების რეკომენდაციები პირველ ადგილზე, როცა თქვათ მიიღეს გადაწყვეტილება ამა თუ იმ კლინიკაზე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად იმ რეპუტაციას, რომელიც აქვს კლინიკას და მე ვფიქრობ, რომ თოდუას კლინიკა არის დღეს წამყვანი კლინიკა საქართველოში და ზუსტად აი ამ რეპუტაციული სანდოობის ხარისხით და ამაზე მეტყველებს პაციენტების რაოდენობა და ყოველ წელს აი ეს სუმადლობას ვიხდით, რომ მადლობა აი ამ დობისთვის, რომ წლიდან წლამდე იზრდება პაციენტების რაოდენობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მინდა რომ შემაშინებელი იყოს რა იმის რაღაც აი თითქოს ყველა ბიზნესი რომ ამბობს, აი ჩემი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება, კარგია, მაგრამ თან ეხა აქ შეკითხით ძალიან ცუდია, მომხმარებლების რაოდენობა რომ იზრდება. აი, ძალიან ჯანსაღად პირიქით მიხარია რომ იზრდება, იმიტომ რომ ესე იგი კულტურას ცვლიან, ქცევას ცვლიან ადამიანები, როცა თქვა ადრეული დიაგნოსტიკით ინტერესდებიან, ჩეკაპებით ინტერესდებიან, მოდიან თქვათ თერაპიასთან პირველად რგოლით ინტერესდებიან და არა უკვე სიმპტომების შემდეგ მკურნალობის ეტაპზე, ხო? ანუ ეს ძალიან გვახარებს, ცხადია და ეს სტატისტიკა ძალიან გვახარებს და არ მინდა პირდაპირ დაკავშირებული იყოს პაციენტების ზრდა ავადობების ზრდასთან რა. ამიტომ აი ზუსტად ონკოლოგიაზე რო საუბრობდი, აქაც ფრთხილად ვარ ხოლმე, რომ სწორად მინდა იყოს გაგებული ხოლმე ზრდა, რას ნიშნავს ჩვენთვის, რომ ზუსტად
ზუსტად აი თქვა იმ ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ ვწევთ, რომ სულ გადამზადება მიდის, თქვა ჩვენი ექიმების, რომელთანაც მოვიდი, მე სულ ვამბობ ხოლმე ხა, მეგობრობ ცხადია ყველასთან და ჩვენ დღეს უკვე მე რომ მივედით თოძოს კლინიკაში, ერთი კლინიკა იყო ცენტრალური და ეხლა უკვე სამი ფილიალი გვაქვს ვერაზე, დიღომში და ძალიან გაიზარდა, რა თქმა უნდა, უკვე როგორც თქვა მომხმარებლის რაოდენობა, ასევე ჩვენი სტაფის ხო შიგნით და რომ მეგობრებო საუბრობ ხოლმე რომ დავხუმრობ რომ თქვენ ხარ ჩემი პროდუქტები თქო იმიტომ რომ ანუ რეალურად მარკეტინგი მაინც გინდა არ გინდა ყიდის ხო რაღაცას და ეხლა მე ვყიდი სერვის რომლის უკანაც რეალური ადამიანები დგანან ანუ ექიმები იმიტომ რომ მაინც მათ რეპუტაციაზე საბოლოო ჯამში შენდება უკვე ბრენდის რეპუტაცია ხო ანუ ექიმი არის ზუსტად ის გამტარი რომელიც თქვათ ჩემს ძალისხმევას ამართლებს და ამიტომ ძალიან თელი ეს ციკლი არის რომ მათი პროფესიონალიზმი იყოს მუდმივად თქვათ მოწოდების სიმაღლეზე გადამზადებები ხდება ძალიან უწყობს ბრენდი ხელს რომ სულ საერთაშორისო კონგრესებზე ვუშვებთ ასე ვთქვათ ან თავისი ნებით მიდიან ანუ აი სამეცნიერო მიმართულებებსაც კი რომ არ ჩამოვრჩეთ აი ამ ვთქვათ საერთაშორისო გამოცდილებას რაც გროვდება ევროპასა და ამერიკაში და სულ დაუსრულებელი პროცესია მოკლედ აი ამ კვლევებში ჩართვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ტექნოლოგიების განახლება, რეინვესტირება როგორც ცოდნაში, ასევე ტექნოლოგიებში იმისთვის რომ მზად დავხვდეთ მე უკვე ჩვენს პაციენტებს, ჩვენს მომხმარებლებს ამ შემთხვევაში და ხო, ნუ მოკლედ აი ესე ხანო ვცხოვრობთ ასე ვთქვათ. კი ბატონო. რა ხდება Holy Motors-ის ბაზარზე კონკურენტებთან მიმართებაში? დღეს ძალიან ბევრი პატარა დიდი სააგენტო არის, რომელიც დიზაინსაც აკეთებს, კამპანიასაც აკეთებს, მაგრამ ამ ყველაფერს რაღაცნაირად კარგი იდეა და გამოცდილება, როცა ირევა ერთმანეთს, ბევრად უფრო რაღაცა შედეგიანი ხდება ხოლმე ეს პროექტები და ეხლა ჩვენ შემთხვევაში პორტფოლიო არის ამისი ყველაზე კარგი დასტური და ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე საერთაშორისო ფესტივალებზე. და რაღაც Holy Motors-აც ხშირად ნახავთ ხოლმე სხვა ფესტივალებზე გამოსვლებით. ერთი ჯილდოთი. კი ბატონო და სპიჩებით ასევე და ხო რაღაცა უფრო საერთაშორისო ასპარეზზე რაღაც შორს ვიხედებით და საერთაშორისო ასპარეზზეც შევდივართ და რაღაცნაირად ანუ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მარტო ქართულ ბაზარზე ყოფნა სააგენტოსთვის მithumetes ძალიან რთულია რომ რაღაცა გაიტანო თავი მოკლედ ამ ინდუსტრიაში დაგეთანხმები მაგნაწილში მე ეგეთი კითხვა გამიჩნდა იცი რა არის ბევრი მიმართულებით არსებობს, მარკეტინგ ზოგადად ახასიათებს კრიზისული სიტუაციების მართვა, ხო, რაღაცა იგიც რაღაც ერთგვარი მოცემულობაა ხოლმე. აი მე ხშირად მინახავს სოციალურ ქსელში მაგალითად რაღაც კონკრეტულ ექიმზე დაწერილი რაღაც უარყოფითი ამბავი, კონკრეტულ კლინიკაზე დაწერილი უარყოფითი რევიუ, ასე რომ ვთქვათ, შეფასება, რაღაცა ფატალური შედეგი, ანუ სამედიცინო ინდუსტრიას მოკლედ ეს კრიზისული სულ დაყვება ჩემი აზრით რა. და ძალიან საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ აი რას აკეთებს მარკეტინგი ესეთ დროს სამედიცინო ინდუსტრიაში ესეთი რაღაცა პრობლემური შემთხვევები ფიქსირდება, ან რითი იზღვევს თავს, რამე არსებობს, მაგალითად აი ექიმების კვალიფიკაცია ახსენეთ, რაღაცა იქ რაღაცა თითოეულ უხეშ სიტყვასაც რაღაცა შეიძლება ასმაგად უკან დაგიბრუნდეს და აი რამე ეს არსებობს ტექნიკა თუ არ ვიცი სტანდარტი თქვენ ხართ. კი, ანუ ნამდვილად ესეთი გამოწვევა ყველაზე კრიზისული ალბათ და კრიზისული PR-ის ასე მოსაგვარებელი და ჩვენთან შემოდის და მანდაც სულ ვიკვლევთ მომხმარებლის ჩვენი პაციენტების აზრს და პარალელურად სერვისის მიღების შემდეგ მიდის კმაყოფილების კითხვა არის პაციენტს, რომ აი შეგვაფასეთ სხვადასხვა კრიტერიუმებით, მაგალითად ექიმის კვალიფიკაციას როგორ შეაფასებდი პროფესიონალის, მაგალითად კომუნიკაციის ტონს, ხო არ გაქვს რამე თქვათ ღია რეკომენდაცია, რომელსაც დაგვიტან, ნუ მოკლედ ცხადია კითხვა არის, რომ არ შეწუხდეს ადამიანი და სულ ვიკვლევთ და სულ ჩართული ვარ პირადად
მთელი ჩემი გუნდი ამ პროცესში და ძალიან ღიად ვესაუბრებით ამ დროს მომხმარებელს. არ გაურბივართ, არ ვიმალებით, ცხადია, პირიქით მიმაჩნია რომ კომენტარებს არ შლით, არ ბლოკავთ. კომენტარებს არ შლით, პირიქით, ანუ ვთხოვთ რომ დააფიქსიროთ ანონიმურია კითხვარი, მაგრამ თუ თქვათ რამე პრობლემა არის, ვთხოვთ რომ გაგვიზიარონ ხოლმე თავენთი საკონტაქტო ტელეფონი იმისთვის რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ პრობლემა და პირდაპირ უკავშირდებით, ანუ ჩვენი PR მენეჯერი უკავშირდება დეტალურად იკვლევს პრობლემას, რა მოხდა, თუ პრობლემა ან კომენტარი დაიწერა სოციალურ მედიაში, თუ თქვა მაგალითად Google-ში რაღაც review-ში ხო ჩვენი ფილიალების ქვეშ ჩვენ SEO-საც მართავთ, ანუ რო ვახსენე რომ ექიმზე რეკომენდაციას ეძებს ადამიანი, ცხადია დღეს ეძებს ასევე ინტერნეტში ხო რომ ვინ არის სიყოზომავა, რა ვიცი, ნატალია დარჩეშვილი ექიმი და იმის ეკითხება და სადაც ეკითხება და სადაც ეძებს იქ ვართ ყველგან ვართ, ანუ SEO-შიც ვართ, ChatGPT-შიც ვართ, ყველგან ვართ მოკლედ და ამას ყველაფერს ძალიან სკრუპულოზურად ვაკონტროლებთ. ჩართული არის შემდეგ უკვე სერვისის ნაწილში, ანუ ჩვენი ხარისხის სამსახური, HR სამსახური, სამედიცინო სტაფი, რომლებიც კურირებენ უკვე ექიმებთან აი ამ პრობლემის გარკვევას. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ცხადია ექიმის მხარეს იყო რაღაცა სხვადასხვა ფაქტორის გამო გამოწვეული, არა კვალიფიციური, არამედ კვალიფიკაციის, არამედ თქვათ იგივე საუბრის ტონის ადამიანური ფაქტორი ძალიან გულწრფელი რო ვიყოთ, ხო, ისიც ადამიანია ზუსტად და გადაღლის ან ასე შემდეგ და არის შეიძლება იყოს პაციენტის გადაჭარბებული ემოცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ყველაზე მოწყვლადი კატეგორია არის რაღაც რომ გაწუხებს უკვე ცხადია შეიძლება ვეღარ მართო ეს ემოცია და მაქსიმალურად გამჭვირვალეა პროცესი, მაქსიმალურად ღია კომუნიკაცია იმისთვის რომ ნახოთ სად არის პრობლემა, ნახოთ თუ რამე არის გადაცდომა, ღიად ვისაუბროთ ექიმთან გამოსავალზე მათ შორის და აი ძალიან ისეთია რა სულმუდმივი პროცესია დაუსრულებელი ეს რომ იცოდენ თქვათ არ არის მხოლოდ კურნალობა, ეს არის საუბარი, კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი. კი მე ერთ ნაწილს დავამატებ, რომ ანუ არ მარკეტინგი არ არის ყოველთვის ლამაზი და კარგი ვიდეოების გადაღება, ანუ იქ არის ძალიან ბევრი კრიზისული და სტრესული კომუნიკაციები, რომელიც შენ უნდა მოაგვარო ისე, რომ მოკლედ შენი მომხმარებელი თუ ის ადამიანი, პაციენტი ამ შემთხვევაში იყოს ბედნიერი და ბრენდის მიმართ ისევ ლოიალური, ხო, ეს არის მთავარი მიზანი და ძალიან ისეთია ხოლმე ბევრ სტრესს და გამოწვევას. სხვათა შორის სააგენტოებისთვის უნდა დაამატოთ ერთი ჩეკაპი ჩემი აზრით, იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან სტრესული ის გვაქვს რა ქვია პროფესია და გავივლიდით ხოლმე ჩეკაპებს წელიწადში ერთხელ სიამოვნებით. ისა რატო მინდოდა ეხლა უცებ სააგენტო ჩეკაპი ამოვიდა თავში. ჩვენ ყავს პარტნიორი ალმა, რომელსაც აქვს ჩვენ პოდკასტში ესეთი ტრადიციული შეკითხვა გარე რეკლამასთან დაკავშირებით. ზოგადად რა როლი აქვს თქვენი აზრით გარე რეკლამას? შეიძლება საერთაშორისო გამოცდილება იყოს, შეიძლება თქვენ შეიძლება გქონდეთ გამოცდილება თანამშრომლობის, რა სიტყვით ტასო? შეგადავთ. ნუ გარე რეკლამა ბილბორდები, რაღაც კამპანიას რო ვაკეთებთ, აუცილებლად ტვინში ეგრევე ინტერნეტ რაღაც ტრადიციულია, რომ მოგვიხდება ხოლმე, რომ აი ბილბორდზე ეს უნდა წავიდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აი რაღაცა უბრალოდ კი ვიზუალების გატანა თითქოს არ არის ხოლმე საკმარისი და თან ვფიქრობ, რომ აი რაღაცა სწორი გადაკვეთის წერტილი უნდა მოიძებნოს. ახლა ჩვენ შემთხვევაში ჩვენი გადაკვეთის წერტილი არის თოდუას კლინიკა, თვითონ ის სივრცე იქნება რაღაც ჟურნალი მოსაცდელში რომ გადახედო ამ გამარჯვების ამბებს, გამარჯვების დერეფანი, რაღაც გამოფენა, ინსტალაცია ამ დროშების, რაღაცა სხვანაირი გამარჯვების მუხტით შეაღო ექიმის კარი და მაგიტომ ეს ლოკაცია ძალიან დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით ბილბორდისთვის, იმიტომ რომ რაღაცა ცალკე კონტექსტი შემოაქვს ხოლმე და თითქოს გარე რეკლამას კიდე ცალკე იდეა ჭირდება რა კამპანიისთვის, რა იმის თქმა მინდა რომ რაღაცა უბრალოდ კი ვიზუალის და მესიჯის გატანა თითქოს არ არის ხოლმე ძირითად შემთხვევაში. ამ პოდკასტში ხშირად გაგვიმეორებია ხოლმე რომ რაღაცა Facebook-ის პოსტის გადაწყობა იმაზე რა ბილბორდის კიუარის დატანა არ არის მოკლედ მაგ მედიუმის ათვისების კარგი ვარიანტი.
ჩემთვის ასევე ძალიან კარგი მედიუმია. ალმასთანაც წლებია გამოცდილება გვაკავშირებს თანამშრომლობის და რადგან ონკოლოგიაზე ვისაუბრეთ, ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ერთ-ერთი ჩვენი პირველი outdoor კამპანია იყო ონკოლოგიაზე, როცა ძალიან ცოცხლად ასე ვთქვათ, ვაჩვენეთ გამარჯვებული ადამიანები outdoor-ში. რამდენიმე, მე მგონი 20-მდე ბილბორდი ავიღეთ წლების წინ, ახალი გადასული ვიყავით ოდოს კლინიკაში და პირველი შეხება ეგეთი იყო, რომ მოდი ვაჩვენოთ ეს ხალხი ძალიან პოზიტიურ ჭრილში, ძალიან ფერად ფონებზე, ლაღები, ბედნიერები და ვთქვათ, რომ გაიმარჯვა კიბოსთან ბრძოლაში და იმიტომ რომ მანამდე რა კომუნიკაციებიც და ვიზუალებიც რაც იყო ნაწარმოები ანუ ონკოლოგიაზე, მაინც სულ რაღაცა ისეთი იყო რა დამთრგუნველი ცოტა შავ-თეთრ ფონზე, თავშალიანი, თავსაბურავიანი ქალები რაღაც და პირიქით, მაქსიმალურად გავალამაზეთ რა, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები, გავაფერადეთ და რამდენიმე ესეთი ბილბორდი გამოვაჩინეთ თბილისის ქუჩებში, სადაც ხელებ გაშლილი ადამიანები ამბობდნენ, რომ გაიმარჯვეს კიბოსთან ბრძოლაში და მახსოვს საოცარი გამოხმაურება და რომ იგებენ ხოლმე თქვა თუ არ მიცნობდნენ და ეხლა გამიცნეს და აღმოაჩინეს ოდოს კლინიკაში ვმუშაობ, სხვათა შორის ძალიან ბევრს ახსენდება ეგ კამპანია, რომ შენიყავი, რომელმაც ეგ გააკეთა და ძალიან მიამაყება, რომ მეთქი კი მე ვიყავი და ფაქტია მუშაობს. ფაქტია ადამიანები ამჩნევენ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ის კონტენტი რაც არის იმ ფარზე, ხო? ანუ რას ეუბნები. მე არაერთხელ გავედით ჩვენს, რომ ჩავედით მეტროშიც, ვიყავით ავტობუსზეც, ვიყავით თქვათ მოსაცდელზეც და მე მაინც გონია რომ კარგი მედიუმი არის სათქმელისთვის რა. ხო, ინფორმაციის გადასაცემა. კარგად გამახსოვრდება ესე რომ ვთქვათ. კი ბატონო, მე მაგ ბოლოსთვის ერთი კითხვა მოტოვებული იმ აუდიტორიისთვის, რომლებიც არიან სტუდენტები, ჩვენს პოდკასტს ძალიან ბევრი სტუდენტი უყურებს, ვისაც აინტერესებს მარკეტინგი და ჩემს სტუმრებს ყოველთვის ვეკითხები ხოლმე და ვთხოვ, რომ გაუზიარონ ჩვენს აუდიტორიას ის რჩევა, რაც შეიძლება მათ გამოადგეთ. ძალიან მენიშნა და ძალიან ესე დავამახსოვრდა ტასოს მოყოლილი, რომ ეს უნივერსიტეტში დაწყებული ამბავი იყო და ძალიან საინტერესოა შენი გადმოსახედიდან რა რჩევას მიცემდი სტუდენტებს, ვისაც აინტერესებს ეს სფერო, რა უნდა ქნან, რა უნდა გაითვალისწინონ და ასე შემდეგ. მეც ამ პოდკასტის ყურება მაშინ დავიწყე, როცა სტუდენტი ვიყავი, ზუსტად მაგ მიზნით. რომ აი რაღაცა უფრო მეტი გამეგო ამ ადამიანებისგან, ვინც რაღაცა ჩართულები არიან, გამოცდილები არიან და ეხლა მე რომ ვაძლევ რჩევას, ძალიან რთული არის, რაღაც კრეატიული სფერო მართლა ძალიან რთული არის, მეც რაღაც თავიდანვე გამიჭირდა, მაგრამ აი ტვინის მუდმივი მუშაობა, საერთაშორისო უცხოური კამპანიების ნახვა და რაც მთავარი არის პრობლემის დანახვა და თუნდაც იმ ემოციის კარგად დაჭერა, თუნდაც აი რაღაცების სხვაგვარად დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და არ ვიცი, აი მუშაობა, იმიტომ რომ რაღაცა ეს ხო რაღაც გონებრივი არის მაინც რა, ტვინი მუშაობს და როგორც კუნს სჭირდება რაღაცა მუშაობა, რაღაც ყოველდღიური ამ ყველაფერსაც სჭირდება უნივერსიტეტშიც რო დავდიოდი, ძალიან ბევრი დავალება რომ მქონდა და რაღაც ყველანი ვწუწუნებდით, რაღაცნაირად ეგ მაგან ამამუშავა ძალიან და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება რომ რაღაცა დღეს კარგი იდეამდე ვერ მიხვიდე, მაგრამ მე შეიძლება იმდენად კარგი იდეას მიაგნო, რომ რაღაცა ეგ ყველაფერი გადაწონოს, თუნდაც იქნება ის რაღაცა რთული დღეები, იდეო დღეები. ამიტომაც ხო, ეგ ენთუზიაზმი, სიყვარული და მონდომება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. მე ცოტა ისე ვიტყოდი, რომ მარკეტინგი მაინც გონიათ ხოლმე განსაკუთრებით ალბათ სტუდენტებს, ვისაც ჯერ არ აქვს შეხება, ეს რაღაცა
შემოქმედებითი ნაწილი მხოლოდ ფერადი რაღაცა დიზაინის მოფიქრება ან ვიდეოს გადაღება ძალიან ისეთი ლაღი ხო იმედის გაკეთება და ასე შემდეგ და ეს რაც ჩანს ხოლმე აი ის რაღაც კრეატიული კამპანია არის მხოლოდ აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მიყვარს თქვა აისბერგის თავი რომელიც ჩანს და იმის ქვეშ არის უდიდესი შრომა და შრომა არის ყველაფრის გაანალიზება. მთავარი თქვათ ვინ არის შენი სეგმენტი, რა უნდა, რა პრობლემა აქვს, რა აწუხებს, რას გრძნობს, რაზე ფიქრობს, რას ელის შენგან საერთოდ და ამის ორის თანახვედრა ხო ერთის მხრივ შენი მიზნობრივი აუდიტორია ვინ არის და აქედან რას თავაზობ და უჭრის კი იმ პრობლემას რაც თქვათ იმ ვიდეოთი აჩვენე, რომელიც ასე ლამაზად ჩანს და რაღაცა კრეატიულად ჩანს და აი შემოქმედებითი მხარე თითქოს ხიბლავთ ხოლმე და უამრავი ციფრი დგას ამის უკან ანალიზი, ქცევის შესწავლა, არ ვიცი ძალიან მართლა დიდი შრომა ბოლო-ბოლო თითოეულ სიტყვასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ აცდე იმ ლექსიკას, რა ლექსიკითაც შენი მიზნობრივი აუდიტორია საუბრობს, ან იმ ტონი შეიგრძნო, სტილი შეიგრძნო, ყველაფერი და მინდა რომ მარკეტინგი უფრო მასშტაბურად ესმოდეთ და არა მხოლოდ რაღაცა ერთი ვიზუალური მხარე, რომელზეც ისეთი მემეებიც კი ვიცით, რომ ყველა მარკეტერია, ხო ყველას ესმის, ამას რა უნდა. ყველა ჭკუას გასწავლის, ხო და ლოგო გამიდიდე და ეგ ხო არა, ეგ ხო ჩვენ ვიცით, რომ ეგ ეგრე არის. ისე მე მგონი მარტო მარკეტერებს ჭირთეს რა, ანუ ამას წინათ ფიქრობდი, რომ აი მაგალითად პირობითად აი ფინანსის ესე ჭკუას ვერ ასწავლი რა, ანუ მაშინ რაღაც უნდა კონდეს რაღაც გამოცდილება და ცოდნა მაგ მიმართულებით ვერც პირობითად იურისტს ვერ ასწავლი ესე ჭკუას და მარკეტინგი არის ისეთი სფერო რაღაცა ყოველს დაჩაგრულები ვართ მაგ ნაწილში რა, რომ ყველა პროფესიის ადამიანი შეუძლია რომ მარკეტერს ასწავლოს ჭკუა და დაარიგოს რომ არა ეგრე კი არა ესე უნდა ესეა სწორი რა და აი მაგ ნაწილში ძალიან ვიჩაგრებით, მაგრამ ნუ რას ვიზავთ ეგეთი მიმართულება ძალიან ფართო და გვინდა არ გვინდა მოკლედ გვიწევს მაგის ატანა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. იმედი მაქვს რომ ჩვენ მსმენელმაც ისიამოვნა ამ ეპიზოდით და იმ კამპანიით, რაზეც ვისაუბრეთ და გისურვებთ წარმატებას. მადლობა. ამ კამპანიას და იმედი მაქვს რომ კიდევ არაერთი კამპანიით მოხვალთ ჩვენს პოდკასტში და შემდეგ უკვე სხვა კამპანიებზეც ვისაუბრებთ. დავემშვიდობებ მე ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა, შევხვდებით ტრადიციულად შემდეგ ხუთშაბათს დროებით.